ვეკუას 3 და 5 ნომრები. პირიმზის 7 სართულიანი შენობა ნაგებობა ორბელიანის მოედანზე და შუშის საყვავილე საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ახლოს. მთელი ეს უძრავი ქონება აღმოჩნდა, რომ 3 ქვეყნის მიერ ძებნილი ნარკოტიკების დამამზადებელი და გამავრცელებელი პირის გარემოცვას ეკუთვნის. მეტამფეტამინის შექმნისთვის დამნაშავე ცნობილ კაცს ერთი ობიექტი ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკმა მიჰყიდა. მეორე კი ასევე ივანიშვილთან დაახლოებულმა ოცნების ბიზნესმენმა დეპუტატმა. საკუთარი ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული ნარკოდამნაშავეს შესახებ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. ამ გამოძიების ბოლო ნაწილში ჩვენ ვკითხულობთ, რომ სწორედ ამ სახელ და გვარშეცვლილი ადამიანის ხელში აღმოჩნდა ქონებები ორბელიანის მოედანზე. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეკვლია უფრო მეტი, რამდენად არის შემთხვევითობა ის, რომ 364 მილიონის ნარკოტიკის რეალიზაციაში ბრალდებულ პირს შენობა ნაგებობები სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიჰყიდა და სესხიც ივანიშვილის ბანკმა მისცა. მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ. 2021 წელს საქართველოში შემოდის ინვესტორი, რომელიც ბიზნეს წრეებს თომას შუს სახელით ეცნობა. აანონსებს ცათამბჯენების მშენებლობას აჭარაში. სპონსორობას პირდება ბათუმის დინამოს, ფრენბურთის ტურნირებს, საზაფხულო ფესტივალს და 100,000 სურიცხავს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შედეგად დაზარალებულებს. მის შესახებ სტატიებს ბეჭდავს სამთავრობო მედია და ხალხს აცნობს, როგორც მსხვილ ბიზნესმენს, რომელსაც საქართველო შეუყვარდა. ეს კაცი რეალურად კამბოჯელი თომას შუს ნაცვლად ტაივანელი მინგ ჩინ შუ აღმოჩნდა. მიმალვაში მყოფი ნარკომოვაჭრე შეცვლილი პასპორტით. ამის შესახებ კი როგორც ჩანს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ არც ერთ უწყებას არაფერი გაუგია. ან არის მეორე ვერსიაც, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. შაბათის ეთერის ჟურნალისტური მოკვლევის მიზანია დაადგინოს, ვისი მფარველობით მოქმედებდა ნარკომოვაჭრე საქართველოში. როგორ აღმოჩნდა მის ხელში ბიძინა ივანიშვილის ქონება და რის საფუძველზე გასცა სესხი ქართულ ადამიანზე, რომელსაც 3 ქვეყნის პოლიცია ეძებდა. გამარჯობა ქალბატონოკა, როგორ ხართ? სად მიდიხართ? მე რაღაც უნდა სად გარბიხართ ქალბატონოკა? არ მინდა თქვენი და ხო შეშნავ, ჩვენ ხო არ გინდათ. პირიმზის შენობა რომ გაიყიდა, თქვენთან გაფორმდა ქალბატონოკა ეს კონტრაქტი. სად მიდიხართ? უხერხულია. ეს ეკატერინე გვანცელაძეა, ნოტარიუსი, რომელიც ქართულ შენობაში მუშაობს და უკვე ბევრი წელია ოლიგარქის ყველა გარიგებას აფორმებს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასაც მისი ხელმოწერა ახლავს. ამ კონტრაქტის საფუძველზე მიჰყიდა ბანკმა ქართულ პირიმზის შენობა საერთაშორისო დამნაშავეს. შეგიძლიათ მარტივად მიპასუხოთ ქალბატონოკა? ესე ვირბინოთ? რამე დანაშაული ჩაიდინეთ? თუ იცოდით რომ ეს კაცი თაღლითი იყო ქალბატონოკა? ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ამიტომ ხო არ არიდებთ კითხვებზე პასუხს თავს. 19 გვერდიანი დოკუმენტის დეტალური შესწავლის შედეგად ვიგებთ, რომ კონტრაქტში ძებნილი ნარკომოვაჭრე არ ჩანს. გამყიდველი ბანკი ქართუა. მყიდველის გასწვრივ კი ხელს ბიზნეს ცენტრი პირიმზის დირექტორი, ჩინეთის მოქალაქე ჩენ გიავენი აწერს. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კომპანიის დირექტორი ძებნილი ნარკოდამნაშავის მინგ ჩენ შუს მეგობარი ქალია. სამეწარმეო რეესტრის თანახმად ნასყიდობის გაფორმებისას ამ შეპესეს სწორედ მეტამფეტამინის დამამზადებლის ძმა ფლობდა. ძმისთვის წილების გადაფორმება კი საქართველოში თომას შუს სახელით ჩამოსულმა კაცმა 2022 წელს დაიწყო. ჯამში 23 მილიონამდე ღირებულების აქტივებზეა საუბარი. აი ეს შენობა, წინაშავი შენობა, ამ ფილიალში დაიწვირთა იპოთეკი? არ შეიძლება მაგაცა. რა იცოდა გამყიდველმა ქართულ მყიდველის შესახებ? იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო შესყიდვამდე ოლიგარქის ბანკი და ძებნილის ძმაზე გაფორმებული კომპანია პირიმზის 7 სართულიან შენობას ერთობლივად ფლობდნენ. ბექა ყვარაცხელია სვაძე. ყვარაცხელი მგონი არის, ჭავჭავაძის 75-ში ქართულ ბანკის რისკების დირექტორს ბექა ყვარაცხელიას ვეძებთ. მან მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც შენობა ნაგებობა ორბელიანის მოედანზე საეჭვო რეპუტაციის მქონე პირის კომპანიაზე 3,116,284 ამერიკულ დოლარად გასხვისდა. ტაივანელი მფლობელი რო ყავდა ამ შეპესას არ იცოდით? ნარკოტიკების რეალიზებისთვის ბრალდებული 3 ქვეყანა ეძებს ბატონო ბექა. მე არ ვიცი რაზე საუბრობთ ხა თქვენ. ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტებს არ სწავლობთ, როდესაც ყიდით ქონებას? გათეთრების შესაძლო ფაქტებს სწავლობ და ბაგ მომენტში არავითარ მსგავსი ფაქტი. ხო და რისკი ვერ დაინახეთ ამ შემთხვევაში?
ფულის წარმომავლობა არ შეისწავლეთ ბატონ ბექა? რა თქმა უნდა, შესწავლილია ყველაფერი და არაფერი უკანონო ფაქტს არ დაუკეთებია ხალხში. და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირი არ ქონია? არ ვიცი, გამოიძიეთ თქვენ და ნახეთ, ხონა თუ არა. საერთაშორისო გამოძიება ჩატარდა, მაგიტომ გირეკავთ ბატონ ბექა. ჩვენზე ლინკი ჩაგიგდოთ. ქართუს რისკების დირექტორს, რომელმაც რისკები ვერან არ გათვალა, ძებნილი ნარკოდამნაშავის შესახებ ყველა ინფორმაციას ვაწვდით. თუმცა ამის მიუხედავად მას ჩვენთვის საპასუხოდ სათქმელი არაფერი აქვს. ალო. ბატონ ბექა, თქვენი ზარი იყოთ. არა, შეიძლება დამეჭირეთ არ მირეკავდით, ანუ. არა. შაბათის ეთერმა მიაკვლია ხელშეკრულების კიდევ ერთ ფიგურანტს. მეტამფეტამინის დამამზადებლის მხარის მინდობილ პირს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა. სად მუშაობს ბატონი ალექსანდრე? იუსტიციაში, იუსტიციის სახლში? სამინისტროში. სამინისტროში? რას აკეთებს სამინისტროში? ერთ-ერთი თანამდებობის პირია მაღალი. მართლა მაღალი თანამდებობის პირია? იცით რატო გეკითხებით? წარმომადგენელი იყო პირიმზეს როცა ყიდულობდნენ, ხო არ იცით ეგ ამბავი? კი, ერთდროს იყო მაგილური ბათუმში მუშაობდა და მაშინ იურისტი იყო, ადვოკატი იყო და იყო. ადვოკატი ალექსანდრე თორია სახელმწიფო სამსახურში ამ გარიგებიდან მალევე დაწინაურდა. შაბათის ეთერისთვის მიცემული სატელეფონო ინტერვიუს მთავარი კითხვა იყო. იცოდა თუ არა იურისტმა იმ კომპანიის მფლობელების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც თავად იყო. თომას шу, ინვესტორი არ გახსოვთ? მახსოვს კი რა მახსოვს. ხო, კი ბატონო, ანუ პირადი ნაცნობობა გქონდათ მასთან თუ უბრალოდ მინდობილი? ადვოკატი ვიყავი უბრალოდ, მინდობილი ვიყავი. იყავით და იცოდით მისი ისტორია, ეს თაღლითი რო იყო და ეძებდნენ? არ ვიცი. სამი ქვეყნის მიერ ძებნილი არ მოგისმენიათ ამის შესახებ, ნარკოტიკების ტრანსპორტირებაში ბრალდება. პირიმზის შესახებ როგორ გაიგო, ხო არ იცით ეს როგორ შედგა ეს ხელშეკრულება საერთოდ, რო იყიდებოდა? ой, არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით. თქვენ უბრალოდ თავად ინფორმაციას როგორ გაიგო, მაგრამ ზოგადად ახლა მე გახლავართ ადვოკატიც, ასევე ვიყავი ბევრი კომპანიის წარმომადგენელი. ჩვენ მოვძებნეთ ოლიგარქის ბანკის ის მმართველი, რომელიც პირიმზესთან დაკავშირებული გარიგების დროს გენერალური დირექტორის, ანუ ნატო ხაინდრავას მოადგილის პოსტზე მუშაობდა. გრიგოლ კაცია ქართულში აღარ არის, თუმცა გვიდასტურებს, რომ ბანკი ქონების გასხვისებისას უნდა სწავლობდეს მყიდველი შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას. რატომ არ მოხდა შესწავლა ამ შემთხვევაში, ამაზე საუბარი კაციას არ სურს. თქვენ როცა მუშაობდით 2022 წელს, თუ გახსოვთ პირიმზის შენობა გაასხვისეთ? არ იცით? თქვენთან ერთად ხდებოდა დირექტორის მოადგილე იყავით. პირიმზის შენობა ასე ხდება ხოლმე ქართულ ასხვისებს ქონებას? როგორ არ ასხვისებს ბანკს რა თქმა შენობა. ასე მარტივად ცესხს მისცემდნენ ამ ძებნილ ადამიანს? არ გამოუკლებიათ მისი პიროვნება? გამოიკლებდნენ ახლა როგორ არა ქართულს მიმართეთ რა. და ანუ გამოიკლებდნენ და მაინც მიყიდიდნენ ასეთ ადამიანს? მე არ ვიცი. ივანიშვილის ქართულ ბანკმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირთან დაკავშირებულ კომპანიას არა მხოლოდ ქონება გადაუფორმა. ოლიგარქის ბანკმა სამი ქვეყნის მიერ ძებნილ კამბოჯის მოქალაქის ძმაზე გადაფორმებულ შეპესეს სოლიდური სესხიც მისცა. იპოთეკის ხელშეკრულება ბიძინა ივანიშვილის ქართულსა და დამნაშავის ძმას შორის ამ დრომდე ძალაშია. მისი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია არსებობდა ხელისუფლების ხელში და მას უბრალოდ ხელს არ უშლიდა. ეს ადამიანი აქ ძალიან დაფასებული და პატივით მიღებული იყო, როგორც თითქოს რეპუტაციული ბიზნესმენი, ასევე ძალიან საეჭვოა, რომ ამ ადამიანის ხელში აღმოჩნდა ქონება, რომელიც იყო ივანიშვილის საკუთრება. ჭყონიაც და ივანიშვილის ქართულ ბანკიც სინქრონულად ფაქტობრივად მოკლე პერიოდში, მაგრამ ერთდროულად ასვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას აი ამ საეჭვო რეპუტაციის კი არა, დანაშაულებრივი რეპუტაციის მქონე პიროვნებაზე, რა თქმა უნდა, ეს უკვე არ გავს დამთხოვას და ეს უკვე შეთანხმებულ წინასწარ განზრახულ მოქმედებას გავს, რომ ამ ადამიანისთვის გადაეცათ ეს ქონება. შესაძლებელია ფულის გასათეთრებლად, შესაძლებელია საკუთარი უკანონო საქმიანობის გასავითარებლად. ფულის გათეთრების ვერსიას დამაჯერებელს ხდის იმ შენობების ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელთა შეძენაც ქართულ სესხით 2 წლის წინ მოხდა. ობიექტები, რაშიც დიდი ფულია გადახდილი და უფრო დიდი ფული შეუნად შეიძლება, რატომღაც უფუნქციოდა. თქვენ ხო აქ მუშაობთ და შეხება არ გაქვთ? და ვისგან მაგას? ჩინელებისგან, ხო აი მაგათ ვეძებ ამ ჩინელებს. ვერ ნახავთ? ვერ გეტყვით სად. შეხება როდის გქონდათ ბოლოს? 2 წლის. 2 წლის წინ? მერე აღარ? წელიწად ნახევარი.
და რიცხავ თანხას კიდეს მე. ჩინელებთან რიცხავთ. ვისც არის ეს? ერთადერთი, რასაც მილიონებიანი ქონებებიდან შემოსავალი მოაქვს, ეს მიწის ქვეშ ავტოსადგომია. სხვა ყველაფერი განადგურებული ან განადგურების პირასაა. ამიტომ ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება რეალურად დანაშაულის გადაფარვის მცდელობა იყო. კავშირი ნარკოდამნაშავესა და ოლიგარქ შორის მხოლოდ პირიმზის кейსით არ დგინდება. ქართუსი იყო ეს მინის ნაგებობაც, რომელიც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის გიორგი ჭყონიას სახელზე გადაფორმდა. ჭყონიამ კი პირიმზის მსგავსად საყვავილედს $3 მილიონ და ფაქტობრივად იმავე პერიოდში გაყიდა. მყიდველი ამ შემთხვევაშიც ძებნილი ნარკომოვაჭრის ძმის სახელზე გადაფორმებული კომპანიაა. სესხი აქაც ქართულ ბანკმა გასცა. კაცი, რომელსაც 3 ქვეყნის პოლიცია ეძებს და $364 მილიონი ღირებულების ნარკოტიკის გადაზიდვაში არის და დაფინანსებაში ვრალდებული, ბოლოს არც მეტი არც ნაკლები ქართულ ბანკში მოვიდა და სესხი სწორედ აქ მიიღო. ივანიშვილის ბანკში იმის გასარკვევად მივდივართ, როგორ გასცეს მილიონიანი სესხები კომპანიაზე, რომლის უკანაც ნარკოსკანდალში გახვეული პირი იდგა. აქედან აქვს სესხი გატანილი ამ შენობის შესაძენაც და ეს როგორ მოხდა მაშინ? კომპანიის შემოსავლებს სწავლობთ, თუ მისი შემოსავლების საკვალისია და მისაღებია მოთხოვნილ მიზნობრიობას ემსახურება, გავცემთ. რა შემოსავლები შეისწავლეს ივანიშვილის ბანკში უცნობია, რადგან ამ დრომდე არაშენებულად სათამბჯენები ბათუმში რისი დაპირებაც კამბოჯელმა დამნაშავემ ჯერ კიდევ 4 წლის წინ გასცა. მიტოვებული და გავერანებულია ორბელიანის მოედანზე შეძენილი ორივე ნაგებობა, რომელთა ყიდვისთვისაც ჩინურ-ტაილანდურმა შეპესემ ქართულ ბანკისგან მილიონებიანი სესხები აიღო. გაურკვეველია ბათუმის დინამოს ბედიც, რომლის სპონსორობაც სხვისი სახელითა და გვარით ქვეყანაში შემოსულმა ძებნილმა იკისრა. ჩემი აზრით ეგ იყო ერთ-ერთი, ვინც აქ ამფეტამინს ამზადებდა. სულ იყო ამბავი, ხო გასწოს, რომ აქ ადგილზე დამზადებული, გამოვარდებოდა რაღაც უხარისხო საწყალი ეს ბავშვები დაიხოცებოდნენ. ხან ფესტივალზე, ხან კლუბში, ხან იმაში, მერე რაღაცა შეჩერდებოდა, ის უტალღისებურად. რა თქმა უნდა, ხო არაფაოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის დაამზადებდა, ხო? ეს ადამიანი მათ შორის შემოვიდა მაშინ, როდესაც როგორც ხედავთ, ნარკოტიკებთან მიმართებით პოლიტიკა იყო მნიშვნელოვნად შერბილებული. და სხვათა შორის ესეც თავად დღევანდელი ეგრეთ წოდებული მინისტრის გელაძის აღიარებაა. ბიძინა ივანიშვილის, მისი ბანკისა და 364 მილიონის მეტამფეტამინის რეალიზაციაში ბრალდებული კაცის კავშირის შესახებ კითხვების დასასმელად ოცნების დეპუტატთან მივდივართ. ახალწლოვ ვიპოვოთ ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ფლობდა შეპესეს საყვავილეს და სწორედ ჭყონიამ მიჰყიდა თაღლიც, რომელსაც მსოფლიოს სამ ქვეყანაში ეძებენ. ჭყონია ოცნების პარლამენტში მოხვედრამდე ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეების სკანდალში ფიგურირებდა. მეგზევე ბიზნესმენმა აჭარიდან მაშინ საგანგებოდ გზები დააგო იმისთვის, რომ ხეების გადატანაში დახმარებოდა. სწორედ მას გადაუფორმა ქართულ საყვავილი, რომელიც ჭყონიამ მალევე კამბოჯელ ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა. ჭყონიას ცოლის სახელზე გაფორმებულ ბინებში მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ახლა შევეცდებით ტელეფონით დავუკავშირდეთ. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი და მოქმედი დეპუტატი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. დაუკავშირეთ მაგდიკომს. გიორგი ჭყონია არც მინაწერზე უპასუხობს. მხოლოდ მან იცის, როგორ მოხდა ამდენი დამთხოვა ორბელიანის მოედნის გადაფორმებების პროცესში. ვინ არის გიორგი ჭყონია? ეს არის ასევე ბიძინა ივანიშვილთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი, რომელიც მაგალითად აშენებდა გზებს იმისათვის, რომ ივანიშვილს გადაეთრია და გადმოეთრია მისი მრავალწლიანი ხეები. არ არის გამორიცხული, რომ ისინი შეთანხმებით მოქმედებდნენ, როდესაც თლიანი ეს ქონება ხელში ჩაუგდეს და გადაუფორმეს ადამიანს, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, მაღალია ალბათობა, რომ ამ ქვეყანაშიც ქმნიდა ნარკოტიკს და ყიდიდა სიკვდილს ახალგაზრდებს. ტაივანელი მინგ ჩინგ შუ სიკვდილს ამზადებინებდა და ყიდდა საკუთარ ქვეყანაში. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომელზეც OCCRP-მა აი ფაქტმა და ფლანგვის დეტექტორმაც იმუშავეს, ნარკოდამნაშავეს ფაქტობრივად დატყვევებული ჰყავდა ქიმიკოსი, რომელსაც მეტამფეტამინის დამზადებას აიძულებდა. ამ დროისთვის დაუდგენელია, ჰქონდა თუ არა სიკვდილის საიდუმლო ქარხანა ძებნილ ნარკომოვაჭრეს საქართველოშიც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის მიერ დაანონსებული არც ერთი პროექტი ამ 4 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ბოლო 4 წელი კი ნამდვილად იყო საქართველოს რეალობაში პერიოდი, როდესაც ნარკოტიკების გასაღების ყველაზე ფართო ქსელი მუშაობდა და გაურკვეველი ნივთიერებების ზემოქმედებით არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.